ეს უკვე ისტორიაა ესა. საამაყოდ მარტო ეს გაზეთი ეყოფა თბილისის უნივერსიტეტს. გაშუქებულია ეს ისე რუდუნებით და ისე ზედმიწევნით, რომ მადლობის მეტი არაფერი არ გვექვის. 9 ძველი და 5 ახალი ამბავი 95 წლის გაზეთის ისტორიიდან. უნივერსიტეტის რეფორმა ეს იყო უნივერსიტეტის მოსპობის რეფორმა. რაც მაშინ ზოგიერთს უნდოდა, მე არ გულისხმობ უბუას, უნდოდა ზოგიერთს უფრო ზევით, უნივერსიტეტი წელში გაეტეხა, უნივერსიტეტი წელში ვერ გაეტეხა. რა შემთხვევაში ვერ გატეხდნენ წელში? ვერ გატეხდნენ იმ შემთხვევაში, თუ კი უნივერსიტეტში იქნებოდა ღირსეული პროფესურა. და ახლა იმ პერიოდში ისეთი ხალხი წავიდა უნივერსიტეტიდან, რომ მე პირადად ვფიქრობ, რომ ეს იყო უნივერსიტეტის მიმართ შეცდომა. უნივერსიტეტის დასაცავად როგორ არ დავდგებოდი, რომ რამე ცუდი არ მოსვლოდა უნივერსიტეტს. ჩვენ გვითხრეს უფრო ადრე, რომ უნივერსიტეტს არაფერი ცუდი არ დაემუქრებოდა, მაგრამ მაინც ისე წარიმართა ეს რეფორმა, რომ ალბათ ვიღაცა ჩქარდა, ვიღაცას საკუთარი ამბიციები განუვითარდა და ბევრი ტკივილი გადაიტანა უნივერსიტეტმა. გარკვეულწილად მე შემეხო, იმიტომ რომ მე ასე ვთქვათ, ვერ ვიქნებოდი ისეთ განსაკუთრებულ ფავორში რაღაც ნიშნით. მაშინ დავწერე განცხადება, რომ უკვე დამთავრებული იყო კონკურსი, ისა საბუთების მიღება, დავწერე განცხადება, რომ თხოვთ გადამიყვანოთ ემირიტუსად. გადამიყვანეს ემირიტუსად და ემირიტუსი სად უნდა გავეგდეთ მეტი. წვრილმანი ხულიგნობისათვის აკადემიკოსი თენგიზსანაძე პროფესორი, აკადემიკოსი ავთანდილარაბული პროფესორი, გოგოლაშვილი პროფესორი, მაიანათაძე პროფესორი, ჯერმალ მებონია და ასე შემდეგ სრანი დავჯარიმდით 100 ლარით. ეს სასამართლო განაჩენი გამოტანილი იქნა. 2006 წლის ასეთი პერიპეტიების ფონზე რექტორი გიორგი ხუბუა უნივერსიტეტის გაზეთის რედაქტორად ნინო კაკულიას იწვევს. თუ ქვეყანა ინგრეოდა, შენ რა გიხაროდაო? დღეს უკვე ხუმრობით მომართავს პროფესორი გოგი გოგოლაშვილი, რომელიც საუნივერსიტეტო სივრცისთვის მთლიანად აკრძალული და საშიშად მიჩნეული ფიგურა იყო. შესაბამისად, მასთან და საპროტესტო ტალღასთან დაკავშირებული ინფორმაცია გაზეთ თბილისის უნივერსიტეტში წლების განმავლობაში არ გამოქვეყნებულა. რომ მე მახსოვს თქვენ დაწერეთ მე რომ გულწრფელობას მიკრძალავდნენო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზაა ჩემთვის. როცა გაზეთის რედაქტორი ამას იტყვის რომ გულწრფელობას მიკრძალავდნენ, ეს ნიშნავს რომ იქ ის გაზეთი არ აკეთებს თავის საქმეს. არ არის მართალი გაზეთი. გვაპატიეთ ეს პერიოდი. თქვენ გამოასწორეთ. 2013 წლის 25 აპრილს უნივერსიტეტის გაზეთის 85 წლისთავის აღსანიშნად დიდი იუბილე გაიმართა. მაშინ პირველად მოვიძიეთ და გადავქეკეთ არქივი და უნივერსიტეტის გაზეთის ისტორიაც გადამუშავდა. სანამ იარსებებს საქართველო, მას უნდა ქონდეს ძალიან მკვეთრი ორიენტირი მეცნიერებაში, უნდა ქონდეს ძალიან მკვეთრი ორიენტირი ზნეობრიობაში და ძალიან მკვეთრი ორიენტირი ეროვნულ ფასეულობებში. ასეთი ორიენტირი საქართველოსთვის ივანე ჯავახიშვილია. –1927 წელია.
უნივერსიტეტის დაარსების ნათელი პერიოდი და საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის წლები ჩავლილია. თბილისში 25 თებერვლის თოვაც გადავლილია. 1927 წლის ნოემბერში უნივერსიტეტის გაზეთი პირველად კომუნისტებმა ააფრიალეს. გაზეთს პროლეტარულ სტუდენტთა ხმა ერქვა. 1930 წელს გამოცემულ გაზეთს დევიზად გასდევდა სიტყვები: პროლეტარებო, ყველა ქვეყნისა შეერთდით. გაზეთი გმობდა უნივერსიტეტის აპოლიტიკურობის იდეას და იღვწოდა უნივერსიტეტში მარქსისტულ-ლენინური იდეებისადმი ერთგულთა ჰეგემონიის დასამყარებლად. ამ სულისკვეთების სტატიების გვერდით გაზეთში ჩნდება აკაკი შანიძის, შალვა ნუცუბიძის, ნიკო მუსხელიშვილისა და კორნელი კეკელიძის წერილებიც. ქვეტექსტით საუბარი. ვერ დაგიბარებდნენ და ვერ გეტყობდნენ, უნდა დატოვო პარტიის მანდატი. არა, ქვეტექსტს გააქვს გამოსავალი. არადა განათლებული მკითხველი ძალიან კარგად კითხულობს. 1930 წლის 13 თებერვლიდან გაზეთი გამოვიდა შეცვლილი სახელწოდებით. სახელწოდების ცვლილება არ ცვლიდა მისი შინაარსის პათოსს. ამ წლებში გამოსული გაზეთები ისტორიისთვის მხოლოდ იმით არის საინტერესო, რომ მასში დაბეჭდილი სტატიები ცხადყოფს, რომ უნივერსიტეტის გაზეთსაც ჰქონდა გადადებული ისენი, რაც ქვეყანას მაშინ სჭირდა. 1939 წელს უნივერსიტეტის ბოლშევიკური გაზეთი არსებობას წყვეტს. და მხოლოდ 1952 წელს აღდგა მისი მრავალტირაჟიანი ბეჭდვა უნივერსიტეტის რექტორის ნიკო კეცხოველის თაოსნობით. გაზეთი დიდ ადგილს უთმობდა ნიკო კეცხოველის მიერ დაარსებულ მწერალთა წრის ახალგაზრდა შემოქმედთა ნამოღვაწარის ბეჭდვას. უნივერსიტეტის გაზეთის მაშინდელი რედაქტორი ტარიელ ყვანჭილაშვილი თავის მოგონებებში წერდა: როგორც ჩანს, ახალგაზრდა მწერლების მასალების გამოქვეყნება ცოტა ზედმეტი გამოგვივიდა, რის გამოც რექტორის შენიშვნაც კი დამიმსახურე. ეს გაზეთი ლიტერატურულ გაზეთად ნუ გადამიქციეთო. თუმცა ახალგაზრდა სტალინელის მთელი ხიბლი სწორედ ის იყო, რომ ამ გაზეთმა გამოიყვანა ასპარეზზე შემდგომში ცნობილი მწერლები და პოეტები. ესენი იყვნენ ნოდარ დუმბაძე, ოთარ და თამაშ ჭილაძეები, ტარიელ ჭანტურია, ჯანსუღ ჩარკვიანი, არჩილ სულაკაური, ვახტანგ ჯავახაძე და სხვანი. ანუ ეგრეთ წოდებული პირველი სხიველები. ამ გაზეთებში იბეჭდებოდა იმ თაობის შემოქმედება, რომლის მამებიც დახვრეტილები იყვნენ. ამასაც რაღაც სითამა მეჭირდებოდა, ხო? თვითონ ამ ბიჭებისგანაც და რა თქმა უნდა ბატონი ნიკოსგან, რომელიც გრძნობდა და ზუსტად იცოდა, რომ ეს ნიჭიერი ბიჭები იყვნენ და ნიჭიერი ახალგაზრდობა იყო და ამ ახალგაზრდებს მხარდაჭერა ჭირდებოდათ. წლების შემდეგ საქართველოში ხელისუფლების ლიბერალიზაციის ფონზე იატაკქვეშეთის ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობა უნივერსიტეტის გაზეთშიც ცვლის კომუნისტურ სულისკვეთებას. ამის შემდეგ უნივერსიტეტის გაზეთი პერიოდულად ახერხებდა თავისუფალი სიტყვისადმი მსახურებას. 1988 წელს უნივერსიტეტში სტუდენტთა პრესკლუბი დაარსდა. პრესკლუბელ სტუდენტთა ნაწილმა დათო ტურაშვილმა, ფიქრია ჩიხრაძემ, ირმა რატიანმა, ნიკო ნიკოლოზიშვილმა, ქეთევან გვაზავამ და სხვებმა დაიწყეს სტუდენტური ფურცლის გამოცემა, რომელიც უნივერსიტეტის გაზეთის საშუალებით ვრცელდებოდა. ამაზე შემოგთავაზეს ესეთი რამ, რომ ეს არ შეიძლებოდა ყოფილიყო სრულიად უკონტროლო და მაკონტროლებლად, ასე ვთქვათ, ზედამხედველად მაშინ დაგვინიშნეს იდეოლოგიური მდივანი, თუ არ ვცდები ესე ერქვა, ბატონი ვახტანგ გოგუაძის თანამდებობას უნივერსიტეტში პარტიული იდეოლოგიის მდივანი. რაღაცა ესეთი იდეა ჩაიდო, რომ თან პრესა
და თან პრესი, ანუ რაღაცა ზეწოლა, პროტესტი მაშინ არსებული სიტუაციის მიმართ. ჩვენი თავყრილობები ძალიან ხშირად ინაცვლებდა კორიდორებში. ფანჯრის რაფებთან აქ ვისხედით შემოსკუპებულები ამ რაფაზე საუბრობდით, ძალიან ხშირად წერდით აქ, კორექტურას ვაკეთებდით, ვასწორებდით მასალას და ძალიან ბევრი შეხვედრა კორიდორშიც ხდებოდა. მე კარგად მახსოვს მაგალითად ერთი ვიზიტი ბატონი ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავასი ძალიან კარგად მახსოვს, ისინი ერთად მოვიდნენ აქ ჩვენთან შესახვედრად, რატომღაც ვერ მოვძებნეთ ოთახი და სწორედ კორიდორში ერთ-ერთი პანჯრის რაფასთან შედგა ჩვენი საუბარი და ბატონმა ზვიადმა დაგვიტოვა მაშინ თავისი წერილი პრესკლუბისათვის, რომელიც დაიბეჭდა. ახლაც რომ ვიხსენებ, რასაც წერდი, არ მწვენია. მე მგონი კარგად წერდი. ამ ტიპის სტატიები არ იბეჭდებოდა ოფიციალურ საბჭოთა პრესაში, მაგრამ პატარ-პატარა დემოკრატიულ მედია კუნძულებში ეს უკვე იბეჭდებოდა და უნივერსიტეტის გაზეთი ამ ხრივ რამდენიმე თვის, შეიძლება ერთი წლის განმავლობაშიც, ლამის ერთადერთი ესეთი მედია კუნძული იყო ქვეყანაში. საბჭოთა პერიოდივით მძიმედ აღსაქმელი გამოდგა უნივერსიტეტისთვის ვარდების რევოლუციის შემდგომი პერიოდი. მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტს ახალი სისხლი გადაუსხეს და მომსვლელთა შორისაც ბევრი იყო ღირებული კადრი. თუმცა თავისუფლების განცდის უკმარისობაზე დღემდე ბევრი ჩივის. ახლა აკაკი ბაქრაძის ლექციები, რომელიც ჯერ პატარა აუდიტორიებში იყო და მერედიჩი ან მამარდაშვილის ლექციები, ეს იყო ერთი მოვლენა და შეიძლება და აგვეხსნა, რომ ხო, ახლა ეს ხალხი ებრძვის იმ სისტემას და სისტემა ამათ ხელს უშლის. მაგრამ შემდგომ უკვე, როდესაც დეკლარირებული იქნა თავისუფლებები, იმ ადგილებში, სადაც თავისუფლებას პირველ რიგში უნდა გაეხარა, და ეს არის უნივერსიტეტის აკადემიური დაწესებულება, სასწავლო დაწესებულება, აქ პრობლემები გაჩნდა. ვარდების რევოლუციის თანმდევი დემოკრატიის მსხვერპლი ნინო კაკულია, რომელიც მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენელთა არასასურველ პოლიტიკურ მიმოხილვას შეეწირა და საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გამოუშვეს, უნივერსიტეტში ისე მოჰყავს რექტორ გიორგი ხუბუას, რომ გაზეთის ახალი რედაქტორობის კანდიდატის ამ შავ ლაქაზე წარმოდგენა არ აქვს. და უცებ გაზეთში ჩნდება რედაქტორის პირველი სვეტი. უნივერსიტეტის ისტორიას წერდნენ ის პროფესორები და სტუდენტები, რომელთაც სწავლებისა და სწავლის გარდა თავიანთ უპირველეს მოვალეობად მიაჩნდათ ხმამაღალი პროტესტის გამოხატვა ყოველგვარი ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული გეგმებისა და მოქმედებების წინააღმდეგ. ქართველმა კაცმა სწორედ ასეთ უნივერსიტეტს შეაფარა თავი. ჩააბარა მას საკუთარი ღირებულება, ფასეულობა. ამიტომ აღარ სურს საზოგადოების დიდ ნაწილს მის ცნობიერებაში ფესვგადგმული უნივერსიტეტის იდეის მოშლა. ამიტომ აქვს უნივერსიტეტის გაზეთსაც დღეს გამოკვეთილი თავისი პოზიცია იმ მხრივ, რომ უნივერსიტეტის გაზეთის ფურცლებზე აისახოს ის დუღილი, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაშია, ჩვენს საზოგადოებაშია. ეს აღტკინება მალევე დაცხრა. უნივერსიტეტის გაზეთი ორჯერ გადაურჩა დახურვას. არ შეიძლება 1927 წლიდან მოქმედი გაზეთის რედაქცია გააუქმო. ამ პათოსის მხარდამჭერი პროფესორები გუგული მაღრაძე და იაგო კაჭკაჭიშვილი გაზეთს უნარჩუნებენ უნივერსიტეტს. საინტერესო ინფორმაციას გადავაწყდი ჩემი სიტყვის ძებნის პროცესში. ნახე და საინტერესოა, ფიზიკის ფაკულტეტი ორსაფეხურიან სწავლებაზე გადადის. დღეს ჩვენ ეს არ გვიკვირს, ხა ვიცით რომ ორსაფეხურიან სწავლებაზე ვართ უკვე კარგი ხანია გადასული. მას შემდეგ მაინც რაც ბოლონიის პროცესს შეუერთდი და ეს მოხდა ოფიციალურად 2005 წელს. ოღონდ ფიზიკის ფაკულტეტი ორსაფეხურიან სწავლებაზე გადასულა 1992 წელს. ანუ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაწერი საქართველოში უმაღლესი განათლების ისტორიისთვის. მე მაგალითად ეს არ მახსოვდა. მაგრამ უნივერსიტეტის გაზეთში დარწმუნებული ვარ იქნება ძალიან ბევრი ისეთი ფაქტიც, რაც შეიძლება იყოს აქტუალური და მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი პოლიტიკური თვალსაზრისითაც. მაგალითად მე მახსოვს ერთ-ერთი არჩევნების დროს, ერთ-ერთი რექტორის ერთ-ერთი არჩევნების დროს, როდესაც სახელმწიფო სტრუქტურები ძალიან აქტიურად
ერეოდნენ აი ამ რექტორის არჩევნების პროცესში, სრულიად შემთხვევით უნივერსიტეტის გაზეთში დაიბეჭდა ფოტო, სადაც საუნივერსიტეტო საზოგადოებასთან ერთად არჩევნების პროცესში მონაწილეობს ერთ-ერთი სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელიც. ერთი წუთით. ეს მაქვს ერთადერთი ეგზემპლარი შენახული კვიტაშვილის არჩევნების პერიოდი და ფოტო, რომელზეც არის მინისტრის მოადგილე. ალბათ ამას გულისხმობდი. ამას გულისხმობდი ნამდვილად, ხო, თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი შემოინახა გაზეთმა. მნიშვნელოვანი ფაქტია როგორც საუნივერსიტეტო ცხოვრებისთვის, ისე ზოგადად ქვეყანაში არსებული საზოგადოებრივი პოლიტიკური ვითარებისთვისაც, ხო? ნუ ჩვენ ხედავთ. ეს გაზეთი სხვათა შორის არ გავრცელებულა. ერთადერთი ნომერი და ეგზემპლარი მაქვს შენახული უბრალოდ ისტორიისთვის. სწრაფად გაფრინდა ბავშვობა, თენდება ახალი დღე. იგოლი ცხოვრება დასრულდა, წინ ხდება სირთულე. მხრებზე გაძვება გვირთი, ნამდვილ მეგობრებს ითვლი. ვინც ღირსეულად გაივლის არჩეულ გზას. გინდა რომ ეს გზა იყოს სიყვარულით სავსე. გზასთან ადგომის იმედით თავგანწირვის უარზე. როცა არ ერის საფრთხეს, იყვალი თუ ზურგს გაქცევს. და თუ გაჩნდება კითხვა, სად მიდის გზა. 2014 წელს ახალი რეალობა დადგა უნივერსიტეტის გაზეთის რედაქციისთვის. მომღერალმა ზაზა ხუციშვილმა გაზეთ თბილისის უნივერსიტეტის ახალი პროექტებისთვის სპეციალურად დაწერა სიმღერა და სუპერ ეგომ ბევრის ეგო გამოაცოცხლა. თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებები ავითარებს თვითონ მედიას, ქმნის ახალ მედია პროდუქტებს და ამიტომ, როდესაც მთავარი რედაქტორი ქალბატონ ნინო კაკულია შემოვიდა წინადადებით, რომ ახალი პროდუქტები შეგვექმნა სატელევიზიო გადაცემათა ციკლი, შეგვექმნა პუბლიკაციები, შეგვექმნა ფილმები. ეს ყველაფერი იყო მხარდაჭერილი, იმიტომ რომ მრავალფეროვნებაა და რა თქმა უნდა, ერთი მხრივ ეს არის არ დავიწყება იმისა, რა იყო უნივერსიტეტი და როგორ მოვიდა დღევანდელ დღემდე. მეორე მხრივ ეს არის იმ საჭიროებო საკითხების განხილვა, რაც დღეს აქვს უნივერსიტეტს და რა თქმა უნდა, ყველაზე მთავარი არის ის, თუ როგორია ხედვა, როგორ უნდა განვითარდეს და ამ ხედვის ჩამოყალიბებაში მონაწილეობს ყველა პროფესორი იქნება, სტუდენტი იქნება და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი რომ მიტანილი იქნებს კითხველამდე, ეს ყველაფერი მიტანილი იქნებს სმენელამდე თუ მაყურებლამდე, ამას აკეთებს სწორედ თბილისის უნივერსიტეტის გაზეთი. ყველაზე მეტად მახსენდება 2016 წლის მოვლენები უნივერსიტეტში. ამ დროს სტუდენტი ვიყავი საბაკალავრო საფეხურზე და მახსოვს რომ გაზეთის რედაქტორი თქვენ და თქვენი ჟურნალისტები ყოველთვის მაშინ სტუდენტებს, რომლებსაც განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ, სულ ვეუბნებოდით და ეუბნებოდით, რომ იყავით ნაკლებად რადიკალური, იმიტომ რომ ეს არ არის კლასიკური ყვითელი ჟურნალი პირიქით, რაღაცნაირად ეს საუნივერსიტეტო მედიაა, ეს საუნივერსიტეტო ბეჭდური მედიაა და ის უნდა იყოს უფრო აკადემიური და მე მგონი რომ სტუდენტებიც ესე ვთქვათ ამ პოზიციას იაზრებდნენ და მოყვებოდნენ. მეორე რაც მახსენდება არის რომ როდესაც ხარ მხარე და როდესაც გინდა რომ შენი პოზიცია და გჯერა შენი პოზიციის, ბუნებრივია გინდა რომ თუნდაც გაზეთმა ეს შენი პოზიცია სრულად გაიზიაროს და გააჟღეროს. და
და ერთი რაც მახსოვს ამ გაზეთისგან არის რომ ძალიან რთულ და კრიტიკულ პერიოდებშიც კი აშუქებდა ყველაფერს თანაბრად, ანუ ბალანსი და ნეიტრალურობა იყო დაცული და აი დღევანდელი გადმოსახედიდან ეს ძალიან კარგი მოვლენაა, რომ ძალიან დიდი კრიზისების დროსაც კი გაზეთი თავისი რედკოლეგიით ახერხებს, რომ მაინც იყოს ნეიტრალურობის და ბალანსის მხარეს და აკეთოს ეთიკური ჟურნალისტიკა. პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედია ცენტრი. აი ეს არის ჩვენი ოთახი, გაზეთის რედაქცია. მესამე კორპუსში ვარ, შემოხიზნული, უკვე წლებია და მოკეთ აქ საქმიანობთ. შემოყვებით. ორზანდი. აი ყველა სახეზე ვართ. მომენატრეთ შაბათი კვირა არ გნახეთ და უკვე მომენატრეთ. კი, ძალიან. ყველა ადგილზე ვართ. ძალიან კარგი. ძალიან კარგები ხართ. მადლობა. და ასე გავაგრძელეთ. უნივერსიტეტის გაზეთის 95 წლის იუბილის აღსანიშნად რედაქტორის მოადგილე მაია ტორაძე საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში მიდის არქივის კიდევ ერთხელ მოსაძიებლად. რამდენი წელი გასულა და კორნელი კეკელიძეს უნივერსიტეტის გაზეთში კიდევ ეძებენ. საინტერესო იცით რა არის ამ გაზეთში, რომელიც გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან გამოდიოდა უნივერსიტეტში და რა თქმა უნდა ატარებდა კომუნისტური იდეოლოგიის შლეიფს მთლიანად, იბეჭდებოდა ჩვენი დიდი კორიფეების წერილები, მათ შორის კორნელი კეკელიძის, მათ შორის შალვა ნუცუბიძის წერილები, აი 50-იან წლებში უკვე გვხდება ნოდარ დუმბაძის წერილებიც, რომლებიც არაფრით არ ეხება ამ კომუნისტურ იდეოლოგიას. ეს არის სასწავლო პროცესის დახვეწისადმი მიძღვნილი წერილები და ძალიან საქმიანად წერენ ჩვენი მეცნიერები იმის თაობაზე, როგორ უნდა გაუმჯობესდეს სწავლება და სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ძალიან დიდი მოთხოვნილება ამ გაზეთზე საერთოდ მოდიან როგორც რიგითი მკითხველები, ცნობის მოყვარეები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, ასევე მეცნიერ მკვლევარები, ასევე უნივერსიტეტის ისტორიის საკითხების შემსწავლელი მეცნიერები და ჩვენ ვცდილობთ რომ ეს გაზეთი როგორც გამოვიყენოთ და მოვემსახუროთ მკითხველებს, მივაწოდოთ მათ ეს გაზეთი და ამავე დროს დავიცვათ ის როგორც ეროვნული ბიბლიოგრაფიის მნიშვნელოვანი წყარო, ქართული ნაბეჭდი ერთეულის მნიშვნელოვანი გამოცემა. უნივერსიტეტის გაზეთის არქივის ფურცლებს რედაქციისთვისაც შემორჩა ღირებული სახელი და გვარი. მანანა ჯურხაძე 35 წელზე მეტი ემსახურა უნივერსიტეტის გაზეთს და როგორც რედაქციის გული, ისე დარჩა გაზეთის ჟურნალისტების გონებაში. ის არ წასულა. მისი ჩრდილი რედაქციის მიერ ათობით გამოცემული პუბლიცისტური ნარკვევების ყდის გადაშლისასაც ირხევა. მის გარშემო პატარა ოჯახის დიდი დიასახლისები ტრიალებენ და უნივერსიტეტის ამბებს ისტორიულ ყუთში აწყობენ. ის რომ პროფესორებთან გაქვს ურთიერთობა, ეს ძალიან სასიამოვნოა და ამავე დროს რაღაც გარკვეულ წილად გრძნობ მათგან იმპულს, რომ ყველა მათგანში აი რაღაც ბავშვური სიხარულის განცდა არის, როდესაც მასზე ან ფილმს გააკეთებ, მასზე სტატიას დაწერ.
ისეთი პასუხისმგებლობით ეკიდებიან აი ამას თვითონ შენ ნამუშევარს, მასზე გაკეთებულ ფილმს, წიგნს, სტატიას, რომ ეს არის ერთგვარი აი უკავშირიც თითქოს რა. აკეთებ და მისგან მოდის აი ძალიან დიდი მადლობა. და აი ამაზე უკეთესი საქმე. ხო, მე მგონი აი რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, სწორედ აი ამ გაზეთში რომ დავიწყე მუშაობა, აი ამას მივხვდი. ითხოვენ იმავე ცოდნის დონეს, რაც თვითონ აქვთ თავის საკუთარ დარგში. ხშირად არ აქვთ ხოლმე გაცნობიერებული, რომ ჟურნალისტი თანაბრად ვერ იქნება გაცნობიერებული ფიზიკაში, მათემატიკაში, ენათმეცნიერებაში, პოლიტოლოგიაში, ფსიქოლოგიაში. თუმცა, აი, როდესაც კომუნიკაციის პროცესი იწყება და შენ ესაუბრები, რომ იცი ცოტა პოპულარულ ენაზე, იმიტომ რომ შეუძლებელია ერთი ადამიანი მათსავით ერკვეოდეს ამათ იმ საკითხში. მე უკვე მოდის ცოტა ესეთი დათმობითი ხასიათის, ასე ვთქვათ, საუბრები, ინტერვიუ ხდება ბევრად უფრო საინტერესო და მე მგონია ეს არის ერთ-ერთი ძალიან დიდი პლუსი უნივერსიტეტის გაზეთში მუშაობის ამ ადამიანებთან კომუნიკაცია. ზოგიერთი იმდენად საინტერესოდ გესაუბრება საკუთარი დარგის შესახებ, რომ გინდება რაღაც კიდე წაიკითხო, გაეცნო, მე უკეთ მომზადებული მიხვიდე და გამოდის საერთო ჯამში, რომ შენ კითხულობ ფიზიკაშიც, ქიმიაშიც, კითხულობ ენათმეცნიერებაშიც, ფსიქოლოგიაშიც, გზრდის პიროვნულად, პროფესიულად, ყველა თვალსაზრისით. ეს არის გარემო, მე ვიტყოდი გამოწვევებით სავსე კომფორტული გარემო. მაგალითად შეიძლება ნინო შარაშენიძესთან ინტერვიუ დავგეგმო და წავიდე ნინო ჩიქოვანთან და რაღაც ესეთ სიურპრიზებს უწყობ ნინოს, მაგრამ რა ვიცი, მიტანს რაღაცნაირად დღემდე ესე მოვედით, უკვე ერთ ოჯახად ვართ ქცეული, თორე თავიდან გამომყავდა მდგომარეობიდან სრული სიგიჟეები ემართებოდა. რა ვიცი. უნივერსიტეტის გაზეთი შენთვის რას ნიშნავს? უნივერსიტეტი, აი, არ ვიცი, რას ნიშნავს და წყალებში რო ვთქვა, ჩემთვის ძირძველი უნივერსიტეტელი ვარ, იმიტომ რომ დედა, მამა, ჩემი და-ძმები, აი როგორც მსახიობები რო იზრდებიან კულისებში, მე უნივერსიტეტის კედლებში ვარ გაზრდილი და აი ვერც კი წარმომიდგენია, რომ სხვაგან რომ აი არ არის ეს ტრაფარეტული ფრაზა, რომ უნივერსიტეტი ჩემი სახლია და რაღაც. იმდენად კარგად გრძნობ ფაქტავს და კომფორტულად გრძნობ და იმდენად ძალიან დიდ სიყვარულს ვიღებ და მეც გავცემ აი ყველას, ჩემი რესპონდენტები ისეთი კეთილგანწყობილები არიან ჩემს მიმართ და მეც იმდენად რომ აი მარტო კოლეგები არ ვართ ჩვენ რა, აი თითქოს რაღაცა ახლობლები ვართ ყველანი ერთმანეთის და ნუ რედაქცია ხო რაღაც ოჯახივით არის. ჩვენი რედაქტორი ისეთი მომართული და მონდომებული ყოფილიყო, რომ ჩვენი საქმიანობა უფრო გაფართოებულიყო უნივერსიტეტში და მეტი პროექტში ყოფილიყავით ჩამბული, მეტი აქტივობით ავკავებულიყავით, რომ ყოველ დღე შემოდიოდ და იძახდა. მე დღეს გავაკეთებ ამას. მე დღეს მოვიფიქრე ეს იდეა მაგ და რაღაცნაირად მოდუნების საშუალებას არ გვაძლევდა. მე ესე დაიწყო კინოფილმების კეთება, კრებულების გამოცემა იმ უნივერსიტეტის კორიფეებზე და სულის განცდა მქონდა და მეუბნებოდი ნინოს, რომ ნინო მეთქი შენ ისე ხარ მეთქი მონდომებული და ისეთი მომართული ხარ ამ საქმისთვის მეთქი, რომ მალე გაზეთის რედაქცია კი არა დიდი ჰოლდინგი ვიქნებით მეთქი და აი კი ბატონო ამიხდა წინასწარმეტყველება და ძალიან მიხარია რომ ესე მოხდა. 2021 წლის 15 იანვრიდან რექტორ გიორგი შარვაშიძის დიდი ხელშეწყობით გაზეთ თბილისის უნივერსიტეტის ბაზაზე პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედია ცენტრი შეიქმნა, რომელიც გაზეთის გამოცემასთან ერთად სხვა სატელევიზიო და პუბლიცისტურ პროექტებს ახორციელებს. აი ეს უნდა გაჩვენო ახლა, ნახე, ნუდა ტაბიძის ხელნაწერი და გაზეთზე წერს გაზეთი, რომელსაც ვენდობი. გაზეთი, რომელსაც ვენდობი და შენახული მაქვს სხვათა შორის. ნახე რას წერს. ხალბატონო ნინო, თუ უმადურთა წარბის აწევა ან ირიბი ღიმილი შენიშნეთ, ნუ შედრკებით, ჩვეული სიდინჯით გააგრძელეთ ტარიელ კვანჭილაშვილის, ირაკლი ვეშაპიძის, ზაალ ჟვანიას, გივი შეყილაძის გზა და არა მხოლოდ გააგრძელეთ, არამედ გააფართოვეთ და გააღრმავეთ. ნოდა ტაბიძე. მე თუ მომწერა ეს წერილი აღარ მახსოვს. შენ მოგწერა მან. იმიტომ რომ გივი შეყილაძის მერე შენ ხარ და მე ვეთანხმები რომ აგრძელებ და აფართოვებ კიდეც აი ამ ჩვენი ვებგვერდის შექმნით.
თქვენთან ერთად. კვალი, რომელსაც ვტოვებთ. სახელები და სახეები, რომელიც ისტორიას რჩება. უნივერსიტეტის გაზეთის დანიშნულება გაფართოვდა. ხვალინდელი თაობა და მომავალში ვიღაც პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედია ცენტრის არქივს მიაგნებს და სახე შეუთამაშდება. ეს არის ჩემი დიდი ოჯახი, ჩემი მემკვიდრეები, ჩემი ჩამომავლები. ამით ვარ ბედნიერი. აი მაგალითად, ჩემი ოჯახის წევრი, ხუცესი ქალბატონი მარიამ ლორთქიფანიძე, რომელიც უნივერსიტეტისთვის სხვა სახელებთან ერთად ერთ-ერთი სიმბოლოც არის, საოცარი დამოკიდებულება ჰქონდა ამ გაზეთის მიმართ და არ მახსენდება არც ერთი შემთხვევა მოემართოს ან ბატონ გივის, ან ქალბატონ ნინოს თხოვნით, რომ თუ შეიძლებოდა რომ გაეკეთებინა რაღაცა პატარა კომენტარი, ყოველთვის თავის კომენტარებს აი მიაჩნდა თავის მოვალეობად, რომ ეს აუცილებლად უნდა შესრულებულიყო. შეეძლო, არ შეეძლო, ამას არ ქონდა მნიშვნელობა და კიდევ ერთი, ასევე ჩემი ოჯახის წევრის გიორგი ოთხმეზურის დამოკიდებულება არ შემილია არ ვახსენო გაზეთის მიმართ, იმიტომ რომ მართლა არ არსებობდა უნივერსიტეტის იქნებოდა თუ ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება, ხო, რასაც გიორგი არ გამოხმაურებოდა თავისი აი მოქალაქეობრივი პოზიციით და ყოველთვის ძალიან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაზეთთან. 2020 წლის წინა საახალწლო გამოკითხვაში უნივერსიტეტის გაზეთის რედაქცია ადმინისტრაციის საუკეთესო დეპარტამენტების ათეულშიც ვერ მოხვდა. ვერაფერი გვიშველა რედაქციის ერთგული მეგობრის კახა ჭეიშვილის მოწონებებმა ჩვენს ახლად გახსნილ Facebook გვერდზე. ეხლა დავფიქრდები, ხომ უფრო ორივე ხელით ხო არ დავწერო ლაიქები. რექტორისთვის შეჩივლებამ, რომ გაზეთის რედაქცია ვერ შესამჩნევთა, შორისაა შეჯანჯღარების ეფექტი გამოიწვია. შეხვედრაზე ცენტრისა და რედაქციის მუშაობის პოპულარიზაციის დაგეგმვასთან ერთად გადაწყდა გაზეთის ახალი ვებ პლატფორმა შეიქმნას. და მანაც გადაწყვიტა რომ ფერი ეცვალა. უფრო სწორად ალღო-აუღო არსებულ სიტუაციას და ბევრი სხვა მსგავსი გამოცემისთვის ზოგადად საერთაშორისო მნიშვნელობის გამოცემისთვის, ლოკალური მნიშვნელობის მსგავსად შემოგთავაზა თავისი ორეული, ეგრეთ წოდებული ონლაინ გამოცემა, რომელიც ძალიან ბევრ საშუალებას იძლევა იმისთვის, რომ მრავალფეროვნად სხვადასხვა კუთხით გაშუქდეს მოვლენები და რაც მთავარია შემოიკრიბოს ფართო აუდიტორია, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ ცალკე რუბრიკა გვაქვს სტუდენტური ფურცელი, რომელსაც მთლიანად მოამზადებენ უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტები და ისინი შეავსებენ აი ახალგაზრდული ცხოვრება, სტუდენტური ცხოვრება, სტუდენტების სამეცნიერო საქმიანობა, აკადემიური საქმიანობა, გაცვლითი პროგრამები, აი ამ
ამ პატარა სტუდენტურ ფურცელში ყოველთვე იქნება ჩადებული და მე მგონია რომ ამით სტუდენტებსაც მოვიზიდავთ კითხველებად და აუდიტორიად. მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ სტუდენტებთან შეხვედრის დროს ამოვიჭრა ერთი ესეთი საკითხი, როდესაც სტუდენტებმა ითხოვეს გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეებთან შეხვედრების ორგანიზება და ამის ფარგლებში ცენტრი ჩაერთო აქტიურად ნინოს თაოსნობით და სექტემბრიდან დაგეგმილი არის გარკვეულწილად შესაბამის შეხვედრების ორგანიზება, რომლებიც ჩაიწერება ვიდეოკამერის მეშვეობით და შესაბამისად განთავსდება შესაბამის პლატფორმაზე და ამ შეხვედრების დროს, რა თქმა უნდა, სტუდენტებს ექნება შესაძლებლობა დაესწრონ უშუალოდ ამ საჯარო ლექციებს, მოისმინონ მათთვის საინტერესო პირებისგან სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია და გონია რომ ამისგან ყველა ძალიან დიდ სიამოვნებას მიიღებს. 95 წელი გასულა. პანდემიის შავმა და თეთრმა კატამაც გადაგვირბინა. თესეულ და ახალი კორონავირუსი. ამ კრებულის პრეზენტაციაც მოაწყო რედაქციამ და სამ მუშკეტერთან ხელშეკრულებაც გააფორმა, რომ სწორედ დღეს, 9 ივნის, რისმა გორდეზიანის დაბადების დღეს, მისი წიგნის წარდგენისა და გაზეთის იუბილეზე პირველად მოვიხსნიდით პირბადეს გასაღიმებლად. მოგეულესat მინდა მოგილოცოთ, აქედან დავიწყოთ 95 წელი ძალიან სერიოზული ასაკი არის ნებისმიერი გაზეთისთვის, განსაკუთრებით თბილისის უნივერსიტეტისთვის. ეს არის ის გაზეთი, რომელიც 27 წლიდან გამოდის გამოიცემა. უამრავი თაობა გაიზარდა ამ გაზეთზე, უამრავი პროფესორი იყო რედკოლეგიის წევრი, დღემდე ეს ტრადიცია გრძელდება. ყველა სიახლე, რომელიც საუნივერსიტეტო სივრცეში არის, ასახული არის ამ გაზეთში და ძალიან კარგი არის, რომ ქაღალდური ფორმით გააგრძელებს, რა თქმა უნდა, გამოშვებას. თუმცა აი ეს თანამედროვე მოთხოვნები რაც არის თანამედროვე სოციალური მედია, ესეც უნდა იყოს და კარგი არის, რომ ეს ნაბიჯი გადაიდგა, რომ გამოჩნდა ელექტრონული ვერსია, უფრო მეტად არის Facebook-ზე, უფრო მეტად არის სხვა მატარებლებზე და ეს არის ძალიან საინტერესო ფორმატი მუშაობის, იმიტომ თავარი არსი, რა თქმა უნდა, გაზეთის არის პოპულარობა, რომ მივიდეს მკითხველამდე, მივიდეს სტუდენტამდე, მშობელამდე, აი ყველა ვინც არის ჩართული ამ საქმიანობაში, ეს არის პროფესორები, კვლევარები, უამრავი არის რიცხვი იმ ადამიანების, ვისაც აინტერესებს რა ხდება უნივერსიტეტში და ასაკვირველია კურსდამთავრებულებიც, ეს არის უზარმაზარი არმია, რომელსაც წვდომა არ ჰქონდა ელემენტარული, რომ ქაღალდის ვერსია შეეძინა და აი ეს ელექტრონული ფორმატი იძლევა ამის საშუალებას, რომ უფრო მეტი იყოს ეს წვდომა და უფრო მეტი ადამიანი იყოს ინფორმირებული. ამდენ ძალიან კარგი ნაბიჯი გადადგით, გილოცავთ იუბილეს და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ დიდი ხნის განმავლობაში თბილისის უნივერსიტეტი იქნება ძალიან ცოცხალი და ძალიან კარგი მედია საშუალება. უნივერსიტეტის გაზეთი, ეს არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის განუყოფელი ნაწილი, ჟურნალისტიკის, ბეჭდური ჟურნალისტიკის განვითარებაში უდიდესი წვლილი აქვს ამ გაზეთს შეტანილი და ჩემთვისაც ცხადია საამაყოა, რომ ვარ სწორედ რედკოლეგიის წევრი. ამჟამად მე მინდა მივულოცო 95 წლის ეს მნიშვნელოვანი თარიღი და იუბილე მის რედაქციას, თითოეულ უნივერსიტეტელს და ყველას, ვისაც ოდესმე უმუშავია ამ გაზეთში, იმიტომ რომ მე ვიცი, რომ მას ძალიან დიდი არმია ჰყავს მხარდამჭერების და თანამოაზრეების. ბოლო თქმა. ბოლო 2 სიახლე ახალი წლიდან თოვლის ბაბუამ დაგვაბედა. ცენტრში სტუდენტების სტაჟირების გასავლელად მოვიწვიეთ და საახალწლო სტუდენტური დადგმა რეპორტაჟიც გაკეთდა. ბევრი სიმართლე და ცოტა კეთილი ტყუილი. ეს საახალწლო გადაცემის ანონსია. ახალგაზრდების პოზიციების, ჟურნალისტური და სხვა შემოქმედებითი უნარების წარდგენა ეთერში. ეს სცენარია, რომელსაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები დადგამენ. საახალწლო დაპირება მერაბ კოკოჩაშვილმა 2 ჩვენს სტაჟიორ სტუდენტს აუსრულა და სტუდენტებს ნატრა აუხდათ. ისინი დიდი რეჟისორის ახალ მხატვრულ ფილმში პერცომონდო პატარა როლს შეასრულებენ. უნივერსიტეტის თანამშრომელთა შვილებმა უნივერსიტეტიდან თოვლის ბაბუას გზავნილი მიიღეს. ახალი პროექტის მიხედვით თოვლის ბაბუამ პატარებს პერსონალური საახალწლო მიმართვები გაუგზავნა და რეაქციებმაც არ დააყოვნა.
ცხოვრება ბუმერანგივითაა, რასაც აგასცემ, შენია. კარგს გასცემ თუ ცუდს, ამაზეა სწორედ დამოკიდებული შენ რა გერგება. დადებითი ემოციების სამყაროში გატყორცნით, ანუ სიკეთის კეთებით, სხვისი დაფასებით და დახმარების გამოვლენით, შენ დედამიწაზე გიბრუნდება პასუხად ბედნიერება. სწორედ ეს შთაგვაგონა უნივერსიტეტმა პოზიტიური ჟურნალისტიკის ამ წიაღში გასახარებლად. ასე რომ, გაზეთ თბილისის უნივერსიტეტის რედაქცია გელოდებათ. დაგვირეკეთ და მიიღეთ შეტყობინება. აქ თქვენ სტრესს არ მიიღებთ. აქ ინტელექტუალები საუბრობენ. აქ სხვა ურთიერთობები და სხვა სამოთხე.